მთელი 2025 საკოორდინაციო შტაბი გურჯაანში, ოფისი სოფელ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ჩასახლებში მდებარეობს და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. აქ ფერმერებს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაბამის კონსულტაციას უწევენ. მონიტორინგი სპეციალური კამერების მეშვეობით მიმდინარეობს და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უწყობს ხელს. შტაბში მოქმედებს ცხელი ხაზით, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მთელი საკოორდინაციო შტაბი წელს განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს მთელი ორგანიზებულად ჩატარებას კახეთის რეგიონში. ინტენსიურად აურიცხავთ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობებს, როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებში. ჩვენთან საკოორდინაციო შტაბში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი. ამასთან ერთად მიმდინარეობს და წელს დაემატა ცხელი ხაზი დამატებით, ფუნქციონირებს რა თქმა უნდა სამინისტრო ცხელი ხაზი 15:01 და ამასთან ერთად დაემატა ადგილზე, რომ თუ ვინმე მევენახეს ან კომპანიას რამე შეფერხება ექნება, ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შტაბი, ფუნქციონირებს და ასე ვთქვათ, ყველგან როგორც წინა წლებში ონლაინ რეჟიმში აღირიცხება ყურძნის რაოდენობები. ესე იგი, კონკრეტულ მოცემულ მომენტში ვიცით ჩვენ, რომ რა რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა და რა კომპანიებმა განახორციელეს ყურძნის მიღება გადამუშავება. პირველ რიგში, ვისაც სურს, რომ გადამუშავოს ყურძენი, შემდგომ მისი რეალიზაციისა და სერტიფიცირების მიზნით, სავალდებულოა, რომ იყოს რეგისტრირებული ღვინის ეროვნულ სააგენტოში, როგორც ღვინის კომპანია. შემდეგ თავიანთი პორტალის მეშვეობით რეგისტრირებიან რთველში და უკვე ახორციელებენ ყურძნის მიღება გადამუშავება.